ისევე როგორც პირველი ვარიანტის მეორე ტესტი, ასევე მეორე ვარიანტის მეორე ტესტით ზუსტად იდენტური იყო, ცნობილია, რომ აქტივისტის მტკიცებით ქარხანამ დაარღვია გარემოსდაცვითი რეგულაციები, რადგან ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრიო. და ჩამოთვლთაგან რომელი გამომდინარეობს მოცემულობიდან, თუ ცნობილია, რომ გარემოსდაცვითი რეგულაციები ქარხნებს ერთ-ერთ ვალდებულებად ყველა ობიექტზე ფილტრების განახლებას უწესებსო. ესე იგი აქტივისტი ამბობს, რომ ქარხანამ დაარღვია გარემოსდაცვითი რეგულაციები, რატო? იმიტომ, რომ ყველგან ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრი. ეხლა კონტრაქტი, ანუ რეგულაციები, გარემოსდაცვითი რეგულაციები, თურმე მართლაც გულისხმობდა იმას, რომ ქარხნებს ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ ეგ ჰქონდათ, რომ ყველა ობიექტზე ფილტრები უნდა განეახლებინათ რა. და მაგ თვალსაზრისით აქტივისტი სწორს ამბობს, თუ რა თქმა უნდა დაკონკრეტებულია ეგ. თუ კი სწორს ამბობს და ასე მოხდა და ყველა ობიექტზე მართლა არ განაახლა, მაშინ ესე იგი სწორი უთქვია ამ ადამიანს, ხო? მაგრამ რას გვეკითხებიან, რომელი გამომდინარეობს მოცემულობიდან, ხო? პირველი ავერსია, თუ ქარხანამ დაარღვია გარემოსდაცვითი რეგულაციების რომელიმე პირობა, მაშინ აქტივისტის მტკიცება სიმართლეა. ეხლა აქტივისტის მტკიცებით ქარხანამ იმიტომ დაარღვია გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომ მისი მთავარი და ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრი. და თუ ქარხანამ დაარღვია გარემოსდაცვითი რეგულაციის რომელიმე პირობა, მაგაზე არ საუბრობს აქტივისტი მაგ პირობებზე. შესაძლებელია რაღაც პირობა დაარღვიო, მაგალითად, რომელიღაც ობიექტზე სიტყვაზე რაღაც დანადგარს, ესე იგი, რაღაც ტაიმერი არ ჩაურთო, ან პირიქით ჩაურთო და ესე იგი, რაღაცა მოხდა, ხო? გამონაბოლქვიან რაღაც ეგეთი წამოიღო, ხო? და ეგ დაარღვია სიტყვაზე, ეგ პირობა რა. მაშინ აქტივისტის მტკიცება სიმართლე როგორ არის? ეგ პირობა შესაძლებელია ტაიმერის ჩართვა ან რაღაცა, ესე იგი, გამონაჟონი ან რაღაცა ბოლი, ხო, კვამლის გაშვება გარეთ ქარხნის მიერ შესაძლებელია რაღაც ნორმის ფარგლებში ითვლებოდეს ჩვეულებრივ მოვლენად და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევად არც ითვლებოდეს. და რომც ითვლებოდეს, აქტივისტი მაინც არ არის მართალი. იმიტომ რომ მაგის ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრიო და მაგიტო დაარღვიაო გარემოსდაცვითი რეგულაციებიო და რომელიმე პირობა თუ დაარღვია, ეგ აქტივისტის გაზაფხულს ვერ მოიყვანს. აქტივისტის მტკიცება შესაძლებელია მაინც ტყუილი იყოს. და ეგრეც იქნება, იმიტომ რომ სიმართლე მხოლოდ მაშინ გამოდის, თუ აი ეს არ გააკეთა ყველა ობიექტზე თუ არ განაახლა ფილტრი რა. ანუ რომელიმე პირობის დარღვევა სხვა რაღაცაზე არ საუბრობს აქტივისტი, კონკრეტულ თემას ეხება, ამიტომ პირველი ვერ გამომდინარეობს მოცემულობიდან. თუ ქარხანამ ობიექტების ნაწილზე განაახლა ფილტრები, მაშინ აქტივისტის მტკიცება სიმართლე ვერ იქნება. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ გარემოსდაცვითი რეგულაციების თანახმად ქარხნების ერთ-ერთი ვალდებულება არის ყველა ობიექტზე ფილტრების განახლება, ხო? და თუ კი ქარხანამ ობიექტების ნაწილზე 1-ზე, 2-ზე, 3-ზე, 100-დან მხოლოდ რამდენიმეზე განაახლა ფილტრები, მაშინ დაურღვევია ეგ გარემოსდაცვითი რეგულაცია, იმიტომ რომ ის ითხოვს, რომ ყველა ობიექტზე განმიახლეო. და მაშინ აქტივისტის მტკიცება პირიქით სიმართლეა. რატო? იმიტომ რომ აქტივისტის მტკიცებით ქარხანამ დაარღვია გარემოსდაცვითი რეგულაციები რა შემთხვევაში, თუ ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრი. დიახ, ქარხანამ ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრი, მხოლოდ ნაწილზე განაახლა და მაშინ აქტივისტი იქნებოდა სწორი, რომ გარემოსდაცვითი რეგულაციები დაურღვევია ამ ქარხანას, იმიტომ რომ ყველაზე კი არა ნაწილზე განაახლა და სიმართლე ვერ იქნება? როგორ არა იქნება? შემდეგ, თუ აქტივისტის მტკიცება ტყუილია, მაშინ ქარხანას გარემოსდაცვითი რეგულაციების პირობები დაურღვევია. ეხლა თუ აქტივისტი ტყუილია, აქტივისტის ნათქვამი თუ ტყუილია და ეს განცხადება არის ტყუილი, რას ნიშნავს იყო მტყუანი? იყო მტყუანი ნიშნავს იმას, რომ რასაც ამტკიცებ, ეგ ყველაფერი შემოტრიალდეს, შემობზრიალდეს და საპირისპირო შედეგი დადგეს.
მაგის დანახვა რამდენიმე ლინზებში შეიძლება, რამდენიმე ლინზაში. თუ აქტივისტის მტკიცება ტყუილია, ესე იგი ქარხანას არ დაურღვევია გარემოს დაცვითი რეგულაციები და რატო არ დაურღვევია? იმიტომ რომ ყველა ობიექტზე განუახლებია ფილტრი, ეგრე გამოდის, ხო? თუ ტყუილია აქტივისტის მტკიცება. ყველაფერს უნდა შეეხოს ეგ არნაწილაკი, ანუ მინუსი. და მთელი მისი ნარატივი უნდა ამოყირავდეს და თუ აქტივისტის მტკიცება ტყუილია, ქარხანას გარემოს დაცვითი რეგულაციების პირობები დაურღვევია, პირიქით გამოდის. ანუ არ დაურღვევია. იმიტომ რომ აქტივისტის მტკიცება თუ ტყუილია, მაშინ ქარხანას არ დაურღვევია გარემოს დაცვითი რეგულაციები, პირდაპირ დაესმეოდა მაგას ბზრიალი, ანუ ამოტრიალდებოდა მთელი წინადადება და რატო ვიტყოდით? იმიტომ რომ ყველა ობიექტზე განაახლა მან ფილტრი. ან შეიძლება ესეც წახვიდე, რადგან აქტივისტი ამტკიცებს, რომ ყველა ობიექტზე არ განუახლებია ფილტრი, ესე იგი, რადგან ცდება და ტყუილია ყველა ობიექტზე განუახლებია ფილტრი, რაც გაძლევს იმის მტკიცე საბაბს, რომ ქარხანას არ დაერღვია გარემოს დაცვითი რეგულაციები თუ სხვა ყველაფერს დაიცავდა. ამიტომ ვერც იმას იტყვი, რომ მაინდა-მაინც შეიძლება სხვა პირობა დაერღვია, კი ბატონო, მაგრამ შეიძლება არც, ამიტომ დასკვნის სახით ვერ იტყვი, რომ თუ ტყუილიაო, რეგულაციების პირობები დაურღვევიაო. არა, დიდი შანსია, რომ შეესრულებინა, იმიტომ რომ ცდება აქტივისტი. შემდეგ, თუ აქტივისტის მტკიცება ტყუილია, მაშინ ქარხანას ყველა ობიექტზე განუახლებია ფილტრი. ესე იგი, თუ აქტივისტი ამტკიცებს, რომ ქარხანამ დაარღვია გარემოს დაცვითი რეგულაციები, რადგან ყველა ობიექტზე არ განაახლა ფილტრი, ეგ გაძლევს ესეთ რეალობას. ყველა ობიექტზე დაუყენებია ფილტრი, აი ამ ქარხანას უეჭველი, რაც იმ საბაბს გაძლევს, რომ ქარხანას არ დაურღვევია გარემოს დაცვითი რეგულაციები და მაგაში აისახებოდა აქტივისტის ტყუილი. თუ რა თქმა უნდა სხვა ყველა რეგულაციას დაიცავდა, მაგრამ შეიძლება პირდაპირ ხაზსაც გავყვეთ. აი თუ ვიღაც ამტკიცებს, რომ მაგალითად შენ ჩააბარე გამოცდა სიტყვის, ცუდი მაგალითია, მაგრამ მაინც მოვიყვანოთ, ხო? გრანტზე ვთქვათ, მოდი, შენ აიღე გრანტი სიტყვაზე. და ტყუილია ეს. ესე იგი რა მომხდარა? შენ ვერ აიღე გრანტი, ხო? აქაც ასე არის, ხოლო თუ ტყუილია ის, რომ შენ ვერ აიღე გრანტი, სიმართლეა, რომ აგიღია გრანტი. ამიტომ აქტივისტის მტკიცებით ქარხანამ დაარღვია გარემოს დაცვითი რეგულაციები, ამას ხო ამტკიცებს აქტივისტი და თუ აქტივისტის ნათქვამი ტყუილია, ესე იგი ქარხანას არ დაურღვევია გარემოს დაცვითი რეგულაციები და ადამიანი იკითხავს, რატომ არ დაურღვევია რეგულაციები. მას რომ ყველა ობიექტზე არ განიახლებინა ფილტრი, დაარღვევდა რეგულაციას, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოთხოვნა ეგ იყო. ამიტომ რადგან არ დაარღვია რეგულაცია, ესე იგი დასკვნა იქნება ის, რომ ყველა ობიექტზე დიახ განუახლებია ფილტრი და D იქნება ამ ტესტში სწორი პასუხი. და პასუხი თუ აქტივისტის მტკიცება სიმართლეა, მაშინ ქარხანას გარემოს დაცვითი რეგულაციების პირობები არ დაურღვევია. თუ აქტივისტი რასაც ამბობს ეგრეა, ესე იგი ყველა ობიექტზე არ განუახლებია ფილტრი და ეგ პირდაპირი დარღვევაა, ამიტომ ვერსია გამოირიცხებოდა. გარდა მაგისა შეიძლება სხვა პირობაც დაერღვია. მოკლედ D ჯდება ყველა ვარიანტში ლოგიკაში და ეგ იქნება ყველაზე 100%-იანი სწორი პასუხი, როცა დაიდება სწორი ვერსიები. სავარაუდო პასუხებიდან სწორი პასუხები. კაი, ეს პირველი მეორე ტესტის ახსნა, პირველი მეორე ვარიანტიდან და დანარჩენებსაც მოგაწვდით, თუ სურვილი იყო სხვებისგან განსხვავებით, მე გიხსნით, რატო არის ერთი პასუხი სწორი და რატო არ არის მეორე სწორი და რატო არის გაუმართავი. ამიტომ შეგიძლიათ მენდოთ ბოლომდე. კარგი, აბა დროებით.